არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე სულის ფარულის ნეუნებანი. როგორ ეგუება თავის დამცირება შინაგან სიმშვიდეს. ბევრი ყოველი ამის მოსმენით შეიძლება სულით შეშფოთდეს და თქვას, თუ ასე იფიქრებს საკუთარ თავზე და მუდამ ასეთ მკაცრ სასჯელს გამოუტან მას, უკუაგდებ ყოველგვარ თვითდაჯერებულობას და საერთოდ გადაუწურავ საკუთარ კეთილ საქმეთა იმედს. უეჭველად ჩავარდები სასოწარკვეთილებაში, ხელს ჩაიქნევ და აღარც მოისურვებ რაიმეს კეთებას. არა, ასე არ არის. წმინდა მამანი ხომ ასე იმდაბლებდნენ თავს საკუთარ თვალში მთელი სიცოცხლე ცრემლს ხვრიდნენ თავიანთი სულებისთვის და საკუთარი უღირსების გარდა სხვა რამეზე ფიქრიც კი არ სურდათ. მას რატომ არ ეძლეოდნენ ისინი სასოწარკვეთილებას და უღალავად, რატომ შრომობდნენ, წუთითაც არ ივიწყებდნენ სულზე ზრუნვას, არასდროს კარგავდნენ მზნეობას და ბოლომდე ბრძოლის მტკიცე შემართებას? როგორ ინარჩუნებდნენ ისინი შინაგან სულიერ სიმშვიდეს და სულიერ სიხარულს? მართალია, წმინდა მამები თავიანთ ნაწერებში ზოგჯერ განმარტავენ ამ საკითხს, მაგრამ გონება მაინც უძლურია. ამას ჩაცვდეს სინანულისა და თვითგანკითხვის დროს განცდილი სულიერი სიმშვიდის და სიტყვების ეს საიდუმლო მოვლენა შეიცნობა მხოლოდ ყველაზე ქმედითი სინანულით, ცხოვრებით. ასევე რთული ასახსნელია, როგორ აღიარებდნენ საკუთარ წოდვილობას, როგორ მიიჩნევდნენ თავს ყველაზე უვარგის და უღირს წოდვილად ის მამები, რომლებიც უმაღლეს მოღვაწეობას მიზნევდნენ, მუდამ აკვირდებოდნენ საკუთარ გულს და ცდილობდნენ ღვთის ნების აღსრულებას. მაგალითად, აბა დოროთე გადმოგცემს ასეთ ამბავს: სულიერ ცხოვრებით გამორჩეული ერთი ბერი, სახელად ზოსიმე, ვიღაც ფილოსოფოსთან საუბრობდა ცოდვების შესახებ. სოფისტმა კითხა: მითხარი, რატომ მიგაჩნია თავი ცოდვილად? განა არ იცი, რომ წმინდა ხარ და სათნოებებით ახსავსე? თავადაც ხედავ, როგორ აღასრულებ მცნებებს და როცა ასე იქცევი, როგორ მიიჩნევ თავს ცოდვილად? ბერმა პასუხი ვერ გასცა და მხოლოდ ეს უთხრა: არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ ვთვლი, რომ ცოდვილი ვარ. სოფისტის დაჟინებული შეკითხვების ბერს საგონებელში აგდებდა. არ იცოდა როგორ ეპასუხა. მაშინ საუბარში ჩაერთო აბა დოროთე და ფილოსოფოს უთხრა: განა იგივე არ ხდება სოფისტიკისა და სამკურნალო ხელოვნებაში? როდესაც ვინმე კარგად შეისწავლის ხელოვნებას და შეუდგება მის გამოყენებას, ის ექიმი იქნება თუ სოფისტი? თანდათან იძენს ერთგვარ რჩევას, მაგრამ არ შეუძლია და ვერ აგიხსნით, როგორ გახდა გამოცდილი საქმეში. სულმა ჩვევა შეიძინა თანდათანობით და შეუმჩნევლად იგივე ახასიათებს სიმდაბლეს. მცნებათა შესრულებით თავის დამდაბლებას ეჩვევით და სიტყვებით ამის ახსნა შეუძლებელია. ეს განმარტება რომ მოისმინა აბა ზოსიმემ დიდად გაიხარა და დაამოწმა, რომ ეს ასეა, კმაყოფილი დარჩა სოფისტიც. იგივე ახსნა აქვს ზემოთქმულსაც, ყოველივე ის, რაც გონებით ძნელად შესაცნობია და თითქოს ურთიერთშეუთავსებადი, სინამდვილეში საიდუმლოდ და საკვირველის სახით იწყობა ერთმანეთის და სულისთვის საცხოვნებლად მოქმედებს. ამასვე გვასწავლის თავად გამოცდილება. ყოველი ქრისტიანი, რომელმაც თუნდაც ოდნავ იგემა სინანულისა და თავის დამცირების სიმწარე, გამოსცადა თავის ცოდვილობაზე წუხილის გრძნობა, უსათუოდ შენიშნავდა, რომ ყოველივე ამას სასწაულობრივად თან სდევს ღრმა შინაგანი მშვიდი, წყნარი სიხარული და სასოება. შენიშნავდა, რომ თვითგანკითხვის ასეთი მოზღვავების შემდეგ დამდაბლებულ და ღვთის წინაშე ქედმოდრეკულ სულს ღმერთი მოწყალედ ანუგეშებს, რომ თვითგანკითხვა საკუთარ თავის უბადრუგ დამნაშავედ ჯოჯოხეთის ტანჯვის ღირსად და უდიდეს ცოდვილად აღიარება, გულის სიღრმეში განამტკიცეს ღვთის მოწყალებისადმი სასოებას, როდესაც ჩვენს თავს სულის სიღრმიდან გულწრფელად განვიკითხავთ და უბადრუგად ვრაცხთ, მას თავად უფალი განგვამართლებს და მოგვიტევებს. როდესაც ვწუხვართ, მძიმედ განვიცდით საკუთარ ცოდვებს,
მაშინ თავად ის აუვსებს გულებს შეწყალების სიხარულით. ღვთისმიერ მწუხარება ადამიანს სასოწარკვეთილებაში კი არ აგდებს, არამედ ანუგეშებს და ამხნევებს. ნუ გეშინია, კვლავ მიმართე ღმერთს, ის სახიერი და გულმოწყალე. იცის, რომ კაცი უძლურია და ეხმარება მას. ღვთისმიერ მწუხარება ადამიანს ახარებს და განუმტკიცებს ღვთის ნებას, აღსასრულებლად ამბობს აბა ისაია. განკიცხეთ საკუთარი თავი, განკიცხეთ თქვენი უძლური ნებასურვილი, თავის დადანაშაულებით ნუ გეშპოვებთ, ბრალი დასდეს, სასჯელი გამოვიტანეთ თქვენ თავს. ღმერთი კი განგამართლებ და შეგიწყნარებთ. მოემზადეთ მწუხარებისთვის და შეგიმსუბუქდებათ მისი დათმენა. უარი თქვით ნუგეშზე, იგი მიეცემა მათ, რომლებიც თავს ნუგეშინის ცემისათვის უღერსად მიიჩნევენ. გმოძღავს წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე. ხდება საწინააღმდეგოც ერთი მხრივ, ვინც მიიჩნევს, რომ არის ცოდვილი და ყოველგვარი სიკეთის მოკლებული, ამ თვითგანკითხვით და სიმდაბლით უახლოვდება ღმერთს და მტკიცდება ჭეშმარიტ სიკეთეში. მეორე მხრივ კი ის, ვინც მიიჩნევს, რომ არის მოშურნე და კეთილმსახური, მრავალი სათნოებისა და ღვაწლის აღმსრულებელი ქრისტიანი, სინამდვილეში შორს არის ღვთისაგან, მისთვის უცხოა ჭეშმარიტი სიკეთე და ხშირად ეშმაკ და დასაცინი ხდება.